მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა უნდა იცოდე, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის ბავშვების და მოზარდების ადაპტაცია ახალ გარემოსთან. ამ შემთხვევაში იგულისხმება ბაღი, სკოლა ან ამურის ცვლილება. ამ ყველაფერზე ჩვენი ყველასათვის საყვარელი ფსიქოლოგი, ბავშვთა ფსიქოლოგი ნინო ბუაძე გაგვესაუბრება. მოგესალმები ნინო, დიდი მადლობა, რომ რაღაცნაირად ხანგრძლივი შეთანხმების შემდეგ როგორც იქნა დაემთხვა ჩვენი დროები ერთმანეთს და ვახერხებთ ამ გადაცემის ჩაწერას. ხო, ძალიან ესეთი საფრთხილო საკითხია, რაზეც უნდა ვისაუბროთ. მოდი, უპირველესად გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, როდესაც ბავშვი პირველად მიდის ჯერ ბაღში, შემდეგ სკოლაში და ოდნავ მოგვიანებით გადავიდეთ თემაზე, რომელიც უშუალოდ ამურის უკვე შეგუებული გარემოდან ახალ გარემოში გადასვლას გულისხმობს. კარგი, მიხარიათ აკო ამ თემაზე რომ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ სიტყვა ადაპტაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ღირებული და მეტია ვიდრე შეგუება. ხო, აი რაღაცა ბაღს შეგუა, ბაღს სკოლას შეგუა, აი ეს შეგუება ჩემთვის სუბიექტურად ცოტა ნეგატიურთან ასოცირდება. შევეგუე, რაღაცნაირად ვერ ვეგუები არის რაღაც იძულებასთან ჩემთვის სუბიექტურად დაკავშირებული და ამიტომ აი ეს პროცესი რომ იყოს შედარებით უფრო უმტკივნეულო, შედარებით უფრო სახალისოც და რაც მთავარია ჩვენ ყველა ვიაზრებთ რომ ეს არის განვითარების ეტაპი, ამისთვის გვჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა და ამ ძალისხმევაში ვგულისხმობ ერთის მხრივ ბავშვს და ბავშვის უნარებს, რომელი უნარებითაც ის შედის ახალ გარემოში და მეორეს მხრივ ველს და გარემოს, მშობლის და იმ ახალ გარემოს ჩართულობით, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თანამშრომლური. ხო, ვიწყებთ იქედან და ძალიან ხშირად არის ესეთი კითხვა, რომ რომელი ასაკია ყველაზე ოპტიმალური. არ განვიხილავთ კონკრეტულ ასაკს, რომ აი ეს ასაკია, თუმცა რაღაცა მოლოდინები გვაქვს კონკრეტული ასაკის, ხო, თქვათ ბავშვი უნდა მეტყველებდეს, ბავშვს ჰქონდეს გარკვეულწილად დამოუკიდებელი უნარები, ვთქვათ, ხო, რაღაცა გადაადგილება, sapirparișo თვითმოვლის უნარი, ინიციატივის უნარი, ვთქვათ, კომუნიკაციაში შესვლის უნარი. განიშნოს რომ რაღაც კი ბატონო, მოთხოვნილება დააფიქსიროს, დაიკმაყოფილოს, წართმეული დაიბრუნოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი თუ კი ეს საბაზისო უნარები, რომელიც არის როგორც ბიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური და სოციალური, არის გარკვეულწილად მზაობა, რომ ბავშვმა შეძლოს უკვე ახალ გარემოში თავი გაართვას, თავის გარემოს და საკუთარ მოთხოვნილებებს, მაშინ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ იმ სად არის ამ ახალ გარემოსთან ინტეგრირდეს. თუმცა ჩვენ ხო ვიცით, რომ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური კი კარგია თუ მზაობა, მაგრამ შეიძლება ერთი ტემპით არ იყოს, ხო? ანუ რომელიმე ჩამორჩებოდეს. ვთქვათ, არ აქვს ვთქვათ ის საჭირო სოციალური უნარები, ვთქვათ, არ შეუძლია საკუთარი მოთხოვნილების დაფიქსირება, სირცხვილის განცდა აქვს, ხო? აი მააღზრდას იმ საბაზისო სივრცეს, რომელსაც ოჯახს ვეძახით, გააჩნია როგორი ფუნდამენტი ჩააყარეს, ესე ვთქვათ, ჩადეს ამ ბავშვში იმისთვის, რომ მან შეძლოს მე იმ ახალ გარემოში ინტეგრირება. მეორე ნაწილია თვითონ ის გარემო და ის სივრცე, ხო, ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას, როდესაც ბავშვს ვსაუბრობთ, რომ რამდენად თანამშრომლურია ბაღი და ოჯახი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ თავისთავად შეგვიძლია პირველი ესეთი შოკის ეფექტი თავიდან ავიცილოთ. შოკის ეფექტია თუ კი კარს გამიღებ და შემსვავ რაღაც ახალ სივრცეში და გამომიხურავ. ნუ ბუნებრივია რომ შოკია ჩემთვის და თუ კი ამ მზაობას საბავშვო სივრცე გამოხატავს, რომ მშობელთან ერთად შევიდეს და ბავშვი შევიდეს უსაფრთხოდ იმ ახალ გარემოში და ცნობის მოყარედ, უკვე თავისთავად ცნობის მოყარეობა წამოვა, იმიტომ რომ უსაფრთხოდ როცა ვგრძნობ თავს ცნობის მოყარევა, ამაზე უამრავი კვლევაა ჩატარებული, როდესაც კონფლიქტურია გარემო, როდესაც მშობელი გაღიზიანებულია, ბავშვი როგორ კეტავს თავის ცნობის მოყარეობას, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს სივრცე, სადაც ბავშვი მიდის, მზაობა გამოხატოს თანამშრომლობის, რომ შემოვიდეს მშობელი, რომელიც ვიცი, რომ უსაფრთხოების გარანტია ბავშვისთვის და ბავშვთან ერთად გაიცნოს ის სივრცე. საბედნიეროდ კერძო ბაღები დღეს ამ სერვისს მე მგონი რომ უმეტესწილად თავაზობენ მშობლებს და კარგი იქნებოდა რომ საჯარო ბაღებშიც ასე იყოს, იმიტომ რომ ჩემს გარშემოც ძალიან ხშირად ფიქსირდება აზრი რომ საჯარო ბაღები ამ კომფორტს არ გვაძლევენ და თან პლუს ადაპტაციის პროცესიც საჯარო ბაღში უფრო მეტად გართულებულია. შესაძლოა ამ მიზეზით, ნუ ამ ყველაფერს ალბათ სხვა მიზეზებიც ახლავს თან, მაგრამ კარგი იქნებოდა
სჭირდებოდა ალბათ რომ საჯარო ბაღებშიც იყოს მსგავსი. ცხადია. მე ყველაზე მკვეთრად მახსენდება კოვიდის პერიოდში, როცა რაღაცა გასაგებია რომ უსაფრთხოება ჯანმრთელობა არის წამყვანი, მაგრამ ფსიქიკის დაცვაც, ფსიქიკაზე ზრუნვაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეს ღირს დაფიქრებად, იმიტომ რომ პირველ რიგში ვისაც ვემსახურებით მის ჩვენი მუშაობის პროცესისთვისაც ძალიან კარგია, ხო? როდესაც მე საბავშვო ბაღის სივრცეში ვიმყოფებოდი, ხედავდი რამდენად უმარტივდება თვითონ ამ ბავშვებს ადაპტაცია და თვითონ პერსონალი ძალიან წუხს იმის გამო, რომ თქვა ბავშვი ხანგრძლივად ტირის და თქვა ვერ ახერხებს იმ გარემოში ადაპტაციას. ალბათ საჯარო სივრცეს კიდევ ის ხელშემშლელი ფაქტორიც აქვს, რომ რაოდენობა ძალიან განსაზღვრელი ამ პროცესის ხელშეწყობის თუ ხელშეშლის. ნინო, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ბავშვს უკვე მივიყვანთ ბაღში? არსებობს რიგი ფაქტორები, როდესაც ვთქვათ შესაძლოა ბავშვი მივიყვანეთ, დედასა და შვილს შორის განშორება მოხდა ძალიან მარტივად, თუმცა ბავშვი გარემოში არის ძალიან ჩაკეტილი, მიკედლებული მასწავლებელს, არ ინტერესდება თამაშით, არ ჭამს და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად მშვიდად არის, არ ტირის. თუმცა არსებობს საპირისპირო შემთხვევა, როდესაც განშორება ძალიან დრამატულია, მაგრამ ბაღში მთელი დღის მანძილზე ბავშვი ჩართულია თამაშის პროცესში, საკვებსაც მიირთმევს, მშვიდად არის და არც ითხოვს დედას დღის მანძილზე. ხო, აი როგორ შეგვიძლია ამ ყველაფრის მართვა და აი პირველ შემთხვევაში რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ბავშვი შევაგულოთ ან უბრალოდ დავტოვოთ ბაღის გარეშე. ჩვენ გვაქვს დინამიკა განსხვავებული, ანუ არიან ბავშვები, რომლებზეც დაკვირვებაც ესე გაგვაუცებს და ვხედავთ, რომ ერთ კვირაში ადაპტირდა ბავშვი. მაგალითად, ჩემი შვილი. კი ბატონო, ბევრი კომპონენტია, ხო, ეს არის წინასწარ, ანუ სივრცეს ფიზიკური ფაქტორი, მაგალითად, უაღრესად მნიშვნელოვანია და მე საკუთარ ალბათ ყველას ქონია რაღაცა განცდაში ის, რომ იგივე სივრცეში აღმოჩნდი ბავშვების შემდეგ და მივხვდი, რომ ეს სივრცე ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე მეგონა. ხო, ესეც არის ზუსტად აი ამ მექანიზმი, როგორ შეიძლება შეაფასო საკუთარი ადაპტაციური უნარები, იმიტომ რომ რაღაცა ეს სივრცე მე სასკოლო სივრცე მეგონა ბევრად უფრო დიდი და შესაბამისად ბავშვებს ეშინიათ, ხო, მასზე დიდი რაღაც არ დავიკარგო შიშია, ხო, რაღაცა არ დამემალოს, დავინახავ თუ არა, სად იქნება თუ არა, ამიტომ ფიზიკურ გარემოსთან შეგუებაც უაღრესად მნიშვნელოვანია, ხო, ეზოში მივიყვანოს, დავათვალიეროთ, ვნახოთ რომელი ძირითადი ოთახებია, რომელი ოთახიდან რომელი ოთახშია გასასვლელი, საფირფარი შესვლელი, წერტილი, სამზარეულო სადარი, ხო? აი ამ ტიპის ადაპტაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც გონია რომ მეორე ხარისხოვანია, რომ დაიწყება სკოლა და მივიყვანოთ ბაღში, პირდაპირ მივიყვანოთ. ამიტომ სივრცეში ადაპტაცია ცალსახად მნიშვნელოვანია. მეორეა დავამეგობრო თვითონ ეს ბავშვი ამ პედაგოგს, ხო, რომ იგრძნოს, რომ დედა ჩემი და პედაგოგი როგორი ახლობლები არიან, კონტაქტობენ, ბაღის მერეც კონტაქტობენ, თქვათ, ხო, რაღაცაზე ერთად იღიმიან, ესე იგი დედა თუ უღიმის მას უსაფრთხოა ეს პედაგოგი, ხო? და ალბათ ეს ფაქტორიც იყო თქვენ შემთხვევაში. მე ბავშვებთან კომუნიკაცია მანამდე არსებული როგორი იყო, ხო? თუ ხედავ რომ სკვერში ბავშვი კონტაქტობს, თანამშრომლურია, აზიარებს, თამაშებს ირჩევს, თვითონ იღებს მონაწილეობას სხვის თამაში, ესეც მიმანიშნებს, რომ საბავშვო სივრცეში ის შეძლებს რაღაცებს გაუმკლავდეს. ორ საკითხზე გამახვილოთ ყურადღება. ერთი საკითხია, რომ ბავშვს აქვს სეპარაციის შფოთვა, მშობელთან განშორების შფოთვა, თუმცა ახალ გარემოში მშვენივრად ახერხებს კონტაქტს და მეორე, რომ შეიძლება განშორების შფოთვა არ არის წამყვანი და გარემოსთან უჭერს კონტაქტი. აი აქ ვსაუბრობ ზუსტად იმ დეფიციტებზე, რაც ბავშვთან არის. ხო, ერთია, რომ დედის გარეშე მგონია, რომ წარმოუდგენელია ჩემი ყოფნა და აი აქ წინა გამოცდილებებიც ალბათ მნიშვნელოვანია, ხო? აი როგორი ურთიერთობა აქვს მიჯაჭვულობის რა ფორმა აქვს, ჩვენ გვისაუბრია რომ უსაფრთხო მიჯაჭვულობა რაოდენ ღირებულია ბავშვისთვის და მის შემდგომ ეტაპებს და მათ შორის ადაპტაციის მექანიზმებს განსაზღვრავს, ხო? წინა გამოცდილებები იმას ბოდიში რომ გაგაწყვეტინეთ, ყოველთვის ვცდილობ ოთახიდანაც რომ გავდივარ, გავაფრთხილებ უთხრა, ასაკის მიუხედავად ჩვილობიდან ყოველთვის ამას ვცდილობდი რომ მე ახლა გავდივარ და 2 წუთში დაუბრუნდები. სულ ვცდილობ ისევ და ისევ თქვენი რჩევის მიხედვით და საბედნიეროდ, ნუ უფროსი შვილის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ამან ძალიან კარგი გავლენა იქონია და ჩვენს ტელემაყურებელსაც გულწრფელად შემიძლია თავისუფლად მივცე რჩევა, რომ იგივე მეთოდს მიმართონ და გაცილებით გამარტივდება ეს სეპარაციის მომენტი. კი ბატონო, იგივე ვთქვათ, მანამდე არსებული გამოცდილებებში უგულისხმობ, თუ კი სამსახურიდან გამომდინარე მშობელი არ არის ხშირად, ხო, თქვათ ბავშვთან ან მივლინებაშია, ან მეორე ბავშვს
ბავშვი გაჩნდა და ბავშვები ხო აი იმ მოცემულობით აღიქვამენ რეალობას, რა მოცემულობაც აქვს ხო, აი ყველაზე რთული პროცესია მეორე შვილი, როდესაც შემოდის და უფროსი რო ბაღში მიყავთ, ხო, აი ეს ნაწილი, ანუ შეიძლება დედაზე კი არ ნერვიულობს, აი დედა რომ მეორესთან არის და ხო, აი ამაზე ნერვიულობს, ხო, აქ არის ალბათ უფრო ჩასაღრმავებელი რა არის ამ იმაში, რატომ ტირის, იმიტომ რომ ეხა ერთ-ერთი кейსი მახსენდება, როდესაც მშობელი პირდაპირ ეუბნებოდა, რომ მე ხლა აქედან სამსახურში მივდივარ და ამ შემთხვევაში როცა ეუბნებოდა სამსახურში მივდივარ, არ ტიროდა გოგონა და როცა ამბობდა სახლში მივდივარ, ტიროდა, იმიტომ რომ იქ მასხა დედმამიშვილი იყო. ხო, ანუ დედა მიდის დასთან და ჩემთან არ არის და როცა ეუბნება, რომ ეხა მე აქედან სამსახურში მივდივარ, ანუ მე და ჩემი და ერთნაირ მოცემულობაში ვართ და აქედან გამომდინარე მშვიდდებოდა. ნინო, აი ამ ასეთ შემთხვევაში რამდენად სწორი, არ ვიცი, მე ყოველი შემთხვევისთვის ვცდილობდი რაღაცნაირად ასეთი ფორმულირება მიმეცა, რომ აი როდესაც უფროს ვტოვებდი ბაღში, ვეუბნებოდი, რომ უმცროსი შვილიც თავის ბაღში უნდა პატარების ბაღში უნდა დამეტოვებინა, მიუხედავად იმისა, რომ ხან ერთბები ერთთან, ხან მეორბები რაღაცნაირად ესე ნაწილდებოდა, ხო? ეს რამდენად სწორი მიდგომა იმისთვის, რომ აი რაზეც ვსაუბრობდით, ეს სტრესი, დედმამიშვილებს შორის კონფლიქტი არ წარმოიშვას და რაღაცნაირად აი ეს დომინანტობის პროცესმა ცოტათი რაღაცა დაბალანსებული სახე მიიღოს. ერთი ეს შეიძლება რომ თქვა დაიჯეროს მან თუ დაიჯერა, მაგრამ მეორე არის აი კარგის მტერი რომ საუკეთესო, მოდი ამ საუკეთესოზე ვისაუბროთ, ხო? აი საუკეთესო ვარიანტია, როდესაც და დღეს ძალიან რესურსული ბავშვები არიან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი იაზრებენ, რომ რა არის ჭეშმარიტება და რა არა. შეიძლება დავანახოთ საკუთარი ასაკის უპირატესობა და საკუთარი სიდიდის უპირატესობა. ან ის რომ ბაღში მიდის ეს როგორი პოზიტიურია. ხო, აი ძალიან კარგად მოქმედებს, როდესაც პატარა დედმამიშვილის სურვილებს ვახმოვანებთ. მათ შორის როცა ის არ გამოხატავს ეს საუბარი, რომ დადიოდეს შესავით ბაღში. შენც გინდა, შენც მალე წახვალ საბავშვო ბაღში. იცი, აი უკვე სიარული რომ გეცოდინება, ვთქვათ, პირობითად თქვენი უფროსი შვილის სახელი რაღაცა ალექსანდრეს მსგავსად რომ გეცოდინება, ვთქვათ, ლაპარაკი რომ გეცოდინებ, შენ თვითონაც რო შეიძლება დამოუკიდებლად ყვებას, ანუ დავანახოთ მისი სიდიდის უპირატესობა, რომ მას რო უკვე ეს უნარები როგორ წინა აქვს წამოწეული და ის რომ ჯერ პატარაა და ამას ვერ ახერხებს, არიტირო აუცილებლად წაგიყვანს შენს ბაღში და მე აი შენი ძმა გაგიკვლევს გზას და ის დაგათვალიერებინებს და შეიძლება ერთი დღე ესეც დაიგეგმოს პედაგოგთან შეთანხმებით, რომ უფროსმა დაათვალიერებინოს თავის საბავშვო სივრცე და გააცნოს და თავი იგრძნოს მართლა უფრო კომპეტენტურად, რომ ის ამ ბაღში დადის და რა მაგარია, როგორ გაუმართლა მას, რომ უკვე დიდია. ძალიან საინტერესო მიგნება ნამდვილად. ნინო, მოსწავლეები რომ არ დაგვეჩაგრონ და მხოლოდ ბაღზე არ ვისაუბროთ, მოდი სკოლაზეც გავამახვილოთ ყურადღება. ესეც საკმაოდ რთული პროცესია, მე მკაფიოდ მახსოვს პირველ კლასში, როდესაც მივედით, როგორ ტიროდა ჩემი ერთ-ერთი თანაკლასელი მთელი დღის განმავლობაში იმის გამო, რომ უნდა დედასთან ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად 6 წელი თითქოს ბაღის ასაკთან შედარებით მაინც დიდია, ამ ასაკშიც საკმაოდ რთულია ახალ გარემოსთან ადაპტაცია. აი სკოლასთან მიმართებით რა რჩევები შეგვიძლია მივცეთ მშობლებს? სკოლასთან მიმართებითაც ადაპტაციის იმ გზას გავდივართ, რასაც ბაღში, ხო? ეს არის ბავშვის მოლოდინი. ეს არის თუ ყავს უფროს დედმამიშვილი, მისი გამოცდილება. გამოცდილება როგორც დამაზიანებელი, ისე სასარგებლო უნდა იყოს, ხო? შეიძლება იყოს, აი მაგალითად თუ ხედავ რომ ჩემი უფროს დედმამიშვილს ეჩხუბებიან და ის ტირილით მეცადინეობს და აიძულებენ და სჯიან რომ ხვალ სკოლაში აუცილებლად წაყოლა, ანუ ჩემთვის უკვე სკოლის მოლოდინია, სკოლასთან დაკავშირებული მოლოდინები დადებითი ვერაფრით ვერ იქნება. ან აი ამ ტიპის კომუნიკაცია რომ მორჩა დასრულდა შენი თამაში, ეხა ეს ყველაზე მეტად მახსენდება, რაც ყველაზე ნეგატიურია, რომ დასრულდა ეხა თამაში და შენ იწყებ სკოლას, ხო? იმიტომ რომ თუ კი თამაშზე ვამბობთ, რომ ეს არის მთელი ჩემი წარმოსახვა, განვითარება, სასიამოვნო, სასარგებლო და ეხლა ვიღაცა მეუბნება რომ ეს დასრულდა და იწყება ქვეტექსტია რომ დაისჯები ეხლა, ხო? რა ეხლა დასრულდა და ეხლა იწყება შენ დაისჯა. სკოლაზე სასურველი დასრულდა. და ხო, ანუ აქედან გამომდინარე ვერაფრით ვერ მეყვარება მე სკოლა, ხო? ან თქვათ ესეთი
ხუმრობითი ესეთი კონტაქტი ბავშვთან, რომ ეხლა დავურეკავ შენი სკოლის მასწავლებელს და გაიგებს შენ როგორ იქცევი სახლში. ხო, მათ შორის როცა უყვართ კიდეც ეს პედაგოგი, ხო, რომ აი ეხლა ესე მოიქეცი წავალ ეხლა მე შენი სკოლის მასწავლებლებს ამას ვეტყვი, იმიტომ რომ ის აქებს პირობითად და მასთან იმ როლს თამაშობს. ამ დროს ბავშვზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს მსგავსმა ფრაზებმა? აი ზუსტადაც ადაპტაციის პროცესს აფერხებს, რომ მე არ მიყვარს ის გარემო, მე შეიძლება შემრცხვეს იმ გარემოს, მე შეიძლება მუდმივ შფოთვა მქონდეს დედის და მასწავლებლის კონტაქტის, ვთქვათ, ხო, ის რაღაცა კრება, როცა რომელიც რეალურად იმას ემსახურება, რომ ჩვენ ერთი საფეხურით წინ გადავიდეთ ბავშვთან ურთიერთობის დროს, ბავშვს შეიძლება ქონდეს უაღრესად დიდი შფოთვა, ან ჩაიკეტოს, ან სირცხვილის გასტა, კი, რასეტყვიან დავისჯები, რა გააზიარებს თუ არა, ხო, ასევე ტყუილი ძალიან ხშირად ჩვენ ვამბობთ, რომ ტყუილი არის ის გამოგონილი რეალობა, რომელიც მე დამჭირდა გამკლავებისთვის. ხო და არა ის რომ შენ ხარ მატყუარ, აი მე ზუსტად იმიტომ ვიტყუები, რომ ის სიმართლე ბევრად უფრო მტკივნეულია ჩემთვის და ამიტომ ესე უფრო მარტივად გავუმკლავდი ამ ჩემს სტრესს. შესაბამისად ეს ნაწილი რომ ბავშვმა იგრძნოს რომ სკოლა არ და მშობლის განწყობაც, ხო? ხშირად ვამბობთ რომ ის ბავშვები ადაპტირდებიან უკეთ ახალ გარემოში, სადაც მშობლის განწყობა, მშობლის ემოციური ნაწილი უფრო დარეგულირებულია. თუ მე მაქვს მუდმივი შიში რომ იქ არ დაარტყან, არ წაართვან, არ დაჩაგრონ, მასწავლებელმა შეაფასოს, ან ბავშვთან დაკავშირებით მაქვს მაღალი მოლოდინები რომ შენ მოყები, შენ უთხარი, შენ დახატე, რა გითხრა, ხო, აი ეს კითხვები, რომელიც ჩემი შფოთვიდან მოდის, შეიძლება საკუთარი გამოცდილებიდან, შეიძლება პირველი შვილის გამოცდილებიდან, არ აქვს ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა, ეს ჩემი შფოთვა რეალურად განაპირობებს, რამდენად მარტივად ადაპტირდება თუ არა. შესაბამისად, ეს ნაწილი, როდესაც მე გაცნობიერებული მაქვს, რომ მათ შორის წინასწარი კომუნიკაცია პედაგოგთან, ხო, შეიძლება იგივე ფაქტობრივად იგივეა, რაღაცა დამოუკიდებელი უნარები შეიძლება არ მაქვს, მაგალითად, იმ დროს უნდა ვიკვებო რაღაც კონკრეტულ დროს და შეიძლება ის დრო არ არის შესვენების დრო. ასევე ქცევის თავისებურებები თუ კი ბავშვთან არის რაიმე ტიპის, რომელსაც ხშირად მშობლები მალავენ, რატომღაც, ხო? განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, სადაც მშობელი ამბობს, რომ არა ჩემი შვილი ტიპიურია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს პროცესში რა თქმა უნდა ვლინდება, მერე იწყება დაპირისპირება, არა თქვენ ჩემი შვილი ვერ დაინახეთ და ამას რა თქმა უნდა ჯობია წინა მოსამზადებელი პერიოდი მშობელსა და პედაგოგს შორის, სადაც ისინი გაივლიან ბავშვის ინდივიდუალურ ძლიერ მხარებსა და საჭიროებებს. ასევე ვემხრობი, მე არ მახსენდება სამწუხაროდ ბევრი შემთხვევა, მაგრამ მაქვს ასეთი შემთხვევები, როდესაც სასკოლო სივრცემ საბავშვო ბაღიდან მოითხოვა ბავშვის დახასიათება, მას ჰქონდა კითხვარი, თქვათ, ბავშვის ძლიერ მხარებსა და საჭიროებებზე. ეს ძალიან დამხმარია, როცა პედაგოგი წინასწარ ეცნობა ბავშვის შესახებ ინფორმაციას ფსიქოლოგისგან, მშობლისგან, პედაგოგისგან. რესურსულია ნამდვილად. ნინო, რა ხდება მაშინ, როდესაც ხდება ბაღის ან სკოლის ცვლილება? იმიტომ რომ ხშირად სხვადასხვა ფაქტორი იჩენს თავს, იქნება ეს ბულინგი, არასურველი აკადემიური მოსწრება თუ სხვა, საცხოვრებელი სივრცის ცვლილება, კი ბატონო, ან შესაძლოა დედმამის განქორწინება და ამ შემთხვევაში ვთქვათ, ხო, აი ეს ალბათ იგივე საცხოვრებლის შეცვლა, თუმცა ფუნდამენტი მაინც ერთი რჩება, რომ იცვლება გარემო ბავშვის, იქნება ეს ბაღი თუ სკოლა. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? ეს უფრო რთულია, ვიდრე ვთქვათ პირველადი ადაპტაცია ახალ გარემოსთან, თუ პირიქით უფრო მარტივი და რა ნიუანსებს უნდა მივაქციოთ ყურადღება? რთულია თუ მარტივი, მაინც დამოკიდებულია ბავშვის სპეციფიკაზე. ანუ როგორი მზაობა იყო პირველად, შეიძლება იქ ძალიან მაღალი იყო მზაობა, სასკოლო გარემოში რომ ადაპტაცია მომხდარიყო და ეხლა არ არის. ანუ ინდივიდუალურად რა გამოცდილებებით მოვიდა პირველ კრიზისთან ბავშვი და მეორე კრიზისთან, ცალსახად კრიზისია და ამას უნდა გაუმკლავდეს. მაგრამ მზაობა როგორი იყო ამ კრიზისთან და როგორი იყო გარემო, ესეც არის შეიძლება ბავშვი თავად იყოს მომთხოვნი ინიციატორი, რომ ხო მე მაგალითად შეიძლება სკოლა შევიცვალო, იმიტომ რომ რომელიღაცა სკოლას აქვს გაძლიერებული მათემატიკა ან უცხო ენა და მე თვითონ მინდა რომ სკოლა შევიცვალო ამ მიზნით და ეს არის ჩემი მთავარი мотиваცია რომ ახალ სივრცეში შევიდე და პირიქით შეიძლება წამყვანი იყოს იმ ახალ გარემოში, ხო? სულ სხვა სცენარები ვითარდება იქ, სადაც ბავშვი იმიტომ იცვლის გარემოს, რომ ბულინგის მსხვერპლი იყო და ყოველთვის ამახვილებ ამაზე ყურადღებას, რომ ეს არის ძალიან არაჯანსაღი, ძალიან რატომღაც ძალიან ხშირად მხდება ქართულ სივრცეში, რომ მსხვერპლი ტოვებს სივრცეს. არა, თქვა თუ კი გარდაუვალია ცვლილება,
შეიძლება გადავიდეს სხვა სივრცეში, ვინც იძალა და ხო ბულერი და არა მსხვერპლი ბავშვი. ამიტომ ეს ნაწილი რომ მსხვერპლი ბავშვი, ვეღარ გაუმკლავდა, ვეღარც ოჯახი, ვეღარც ბავშვი და მიიღეს გადაწყვეტილება რომ შეეცვალა სასწავლო სივრცე, ეს ორმა ფაქტიურად რეტრაუმატიზირება, იმიტომ რომ ერთი რომ იქ მოხდა უსამართლოდ მისი ჩაგვრა, მან იგრძნო უსუსურობა, დაუცველობა, შეიცვალა სივრცე და ეხლა აქ კიდე ახალი გამკლავების მექანიზმები ჭირდება, ხო, იმიტომ რომ ჯერ ერთი მოყვება შფოთვა რომ იციან ჩემს შესახებ ეს ამბავი, როგორ იციან. მე მეორე ის რომ არ გაიგონ, ეხლა კი არ იციან, მაგრამ ხო არ არის, ანუ სულ ეძებენ სოციალურ ქსელებში ხო არ იცნობს ის იმას, ხო? მე ის კლასის წინა კლასის ბავშვები შეიძლება ინტერესდებიან იქ რა ხდება და როგორ არის და ამიტომ აი ეს შფოთვა მუდმივად მოყვება. ალბათ ბულერი როდესაც რჩება კლასში, უფრო მეტ ის კიდე ცალკე სამუშაოს შემთხვევა, როდესაც მას განუმტკიცდა ქცევა, რომ ანუ მე გავიმარჯვე და შემდეგ კი ბატონო, შემდეგ იმის უფლება რომ კიდევ გაიმეოროს იგი. და თვითონ იმ ველშიც რა ხდება, ხო, რომ ანუ ის გარემო, ის კლასი რა ინფორმაციას იღებს, რომ ამას უნდა ვერიდოთ, იმიტომ რომ ჩვენმა ერთმა მოსწავლემ, რომელმაც ეს ქცევა განახორციელა, მან დატოვა ეს სივრცე, ხო? ამიტომ ეს ნაწილი კიდე ცალკე შემთხვევაა, რომელიც განსახილველია და რა ემართება ამ ბავშვს, რომელიც გადმოვიდა ახალ სივრცეში. აქაც იწყება იგივე. აი აქ არის მნიშვნელოვანი მშობლის განწყობა, ხო? მშობელი როგორც წესი, აი ძალიან ტიპიურ შემთხვევებში წამოსულია ბრძოლის ველიდან. ხო, იქ ვერაფერი ვერ მოახერხა, ვერ დაიცვა საკუთარი შვილი და მოდის აი ამ მოამრავი არეჯანსაღი გამოცდილებებით, ხო? და ალბათობა იმის, რომ აქაც შემოიტანოს ის განწყობები, რა თქმა უნდა არის, ან მეორე მალავს, რაც ასევე ძალიან დამაზიანებელი აღმოჩნდება ხოლმე ბავშვისთვის, ხო? აქაც კიდევ მივალთ იქამდე, რომ მნიშვნელოვანია პედაგოგის, ბავშვის და მშობლის თანამშრომლობა, რომ მათ იცოდნენ და ყველაზე ხშირად რაზეც საუბრობენ, დაცული არ არის ხოლმე კონფიდენციალობა, რომ პედაგოგი თუ საუბრობს სხვა ბავშვებთან, ან შეიძლება სახელით და გვარით არ საუბრობს, მაგრამ ზე აღნიშნავს ამ შესახებ, ხო, რომ განცდაში შემოდის, რომ ხო, აი ახლა ეს ჩემზე საუბრობს რა, ირიბად ჩემზე საუბრობს. ამიტომ ეს ნაწილი, ხო, ალბათ განსაძლიერებელი რგოლია რეალურად ქართულ სივრცეში, რომ მშობლის და პედაგოგის თანამშრომლობა ეყრდნობოდეს კონფიდენციალობას. უამრავი შემთხვევა მახსენდება, სადაც ისე ირღვევა კონფიდენციალობა, არც კი აცნობიერებენ, რომ ეს არის დამაზიანებელი ქცევა. პირიქით ამას განიხილავენ როგორც მხარდამჭერ ქცევად, რომ აი აღარ განმეორდეს ესეთი რამ და ბავშვის кейსი გამოდის საჯაროდ. ნინო, ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და მოდი მაშინ გავამახვილოთ მშობლებისთვის ყურადღება. სამომავლო დრაზე გავლენა შეიძლება იქონიოს მსგავს მოქმედებებმა ბავშვებზე და რა იქნებოდა უმჯობესი, როგორ უნდა მოიქცეს? მე ვფიქრობ პირველი და ყველაზე ღირებულის აქცენტი, რაზეც მშობელმა უნდა გაამახვილოს ყურადღება, ეს არის მიიღოს თავისი შვილი. აი ახალ გარემოში, როდესაც შევდივართ, ჩვენც როგორც მშობლები რაღაცა კონკურენციაში ვერთვებით თითქოს და ვიწყებთ აი ამ ჩვენი შვილის რეალურ თუ არარეალურ ძლიერ მხარებზე საუბარს და მასწავლებელთან ამის წარმოჩენას და ამ დროს ბავშვს ერთვება ძალიან ხშირად უსუსურობის და სირცხვილის განცდა, რომ მე არ ვარ ესეთი და საიდან მოიტანა ამ დედაჩემმა, რომ ესეთი ვარ, ხო, ან რაღაცა ვიმღერო, ან აუცილებლად ლექსი უნდა ვთქვა, რაღაცა ვამზადებთ აი ამ შვილს თითქოს ბრძოლის ველზე რომ შევიდეს და როგორც კი მშობელი არის მშვიდი და მშვიდი არა იმიტომ რომ ბავშვს არ აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები. არა იმიტომ რომ ბავშვს არ აქვს რეალურად კონკურენტული გარემო. მშვიდი იმის გამო რომ მე ჩემი შვილი როგორიც არის ის მიღებული მაქვს, აი ესეთი როგორიც არის, ხო? მშვიდი იმის გამო რომ ჩემსა და ჩემ შვილს შორის მაღალია ნდობა. კი კრიტიკული პერიოდია, იმიტომ რომ ახალ გარემოში ადაპტაცია უწევს, ეს არის ბაღი, ახალი სკოლა თუ ზოგადად სკოლაში შესვლა, მაგრამ მშვიდად ვარ, იმიტომ რომ ჩვენ შორის ღიაობაა, ჩვენ შორის მხარდაჭერა. ხო, აი ეს სიმშვიდე არის ბავშვისთვის ძალიან ღირებული, იმიტომ რომ დედა თუ მშვიდად არის, ესე იგი შემიძლია დავეყრდნო მას. მაგრამ მე თუ ნერვიულობ, იმიტომ რომ ამ რაღაცებს უნდა გავუმკლავდე, დედა ჩემზე მეტად ნერვიულობს და კიდე დედას ჩემზე უფრო რეალობაზე კიდე უფრო მაღალი მოლოდინები აქვს და ამ მოლოდინებს მიჟღერებს, რომ შენ ეს უნდა
აი აბსოლუტურად ვიჭყლიტები ამ პროცესში და ერთ დღესაც ვამბობ რომ აღარ წავალ სკოლაში და აღარ წავალ მე ბაღში. ხო? რეალური მოლოდინების, საკუთარი თავის გამოცდილების გაზიარება, კრიზისი რომ ბუნებრივია, რომ ეს კრიზისი უნდა დაიძლიოს. ბოდიში საკუთარი გამოცდილების გაზიარებასაც ალბათ ძალიან დელიკატურად უნდა მოვეკიდოთ, იმიტომ რომ აი რადგან მე ასე დამემართა, აი მშობლებს ხშირად აქვს ხოლმე ეს დამოკიდებულება, შენც აუცილებლად ესე მოგივა. ამ ნაწილში არ ვამბობ, ანუ მე ვამბობ რომ მეც დამემართა ეს. ანუ მშობლებს ხომ ხშირად რაღაც ასაკამდე კონკრეტულ ასაკის ჩათვლით ხო ძალიან გვაიდეალებენ, მაგრამ თუ კი გაიაზრებს, ой, დედაჩემიც მორცხვი ყოფილა, დედაჩემსაც ქონია შემთხვევა. ხო, აი როგორც მხარდაჭერა, რომ ესე იგი დედაჩემსაც ქონია ეს შემთხვევა, რომ იცოდა გაკვეთილი და ვერ მოყვა. ხო იცოდა პასუხი და შერცხვა, რომ ვიღაცა ბიჭი მოსწონდა და იმ ბიჭს სხვა გოგო მოსწონდა, ანუ თუ კი ეს დედაჩემსაც ქონია, ესე იგი მე მარტო არ ვარ ამ ომში. ხო? ეს იქნებოდა ნამდვილად მხარდამჭერი. მხარდაჭერა, საკუთარი გამოცდილების გაზიარება, როგორიც ხარ ისეთი ხარ უნიკალური, ეს კრიზისული პერიოდია და აი ეხლა რომ შეიძლება შენი მეგობრები არ გიცნობენ, ან ის მეგობარი, რომელიც ეხლა ყველაზე ძალიან არ მოგწონს, შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ ყველაზე მეტად მოგწონდეს, იმდენი საერთო გქონდეს. თანამშრომლობა პედაგოგთან, რომ თუ კი ვხედავ, რომ ჩემ შვილს მაქვს რაღაცა ინფორმაცია, რომელიც პედაგოგთან ბოლომდე არ არის გაზიარებული და შეიძლება ეს რესურსული იყოს პედაგოგისთვის, ხო? და არა იმიტომ, რომ ახლა ჩემი შვილი წარმოჩენდეს, იმიტომ რომ მართლა პედაგოგსაც აქვს თავისი დაკვეთა და ყველას ესე ინდივიდუალურად ვერ ახერხებს, რომ გაუმკლავდეს განსაკუთრებით ადაპტაციის პროცესში. აი ეს ნაწილი, რომ ვიზრუნოთ ჩვენ და რომ ჩვენ უბრალოდ ბავშვი კი არ შევშვი და მე გავიქეცი, არა თანამონაწილეობა რამ პროცესის და ეს სეპარაცია ხელის გაშვება ეტაპობრივად დადგება და მე ერთ დღესაც ის ჩემი შვილი და ეს არის ნიშანი რომ ბედნიერი მიდის და იმ რაღაცა ველის ნაწილია და მას იმ ველში ელოდებიან. აი ბავშვებს ეს საოცრად მოქმედებს, აი ფრაზა რომ თუ კი ცოტა გვიან შევა სივრცეში, სათხარ გელოდებოდით. ხო, მე ამ ყველაფრის ნაწილი ვარ და არა ის რომ კიდევ დააგვიანე. ხო, რატო არ გელოდებით ჩვენს გარეშე არ ვიწყებთ ამ თამაშს. ეს არის აი აღფრთოვანებას აღემატება ბავშვისთვის, რომ ანუ მე ამ ყველაფრის ნაწილი ვარ და ის სიხარული, რა თქმა უნდა, დიდი სიხარული წავა. რაღაცნაირად ჩემო სკოლის წლებმა გადამიბინა უცებ თვალწინ და ერთი შემთხვევაც არ მახსენდება ისეთი, როდესაც მასწავლებელს მსგავსი ფორმულირებით ეთქვა დაგვიანებული ბავშვისთვის ეს წინადადება. და ძალიან სამწუხარო რეალობაა და მართლაც რა ჩვენ არაერთი გადაცემის მეშვეობით გვისაუბრია, რომ განათლების და ზოგადად აი მიდგომების კუთხით საკმაოდ ბევრია გადასახედი. უღრმესი მადლობა ნინო. ძალიან საინტერესოა ყოველთვის თქვენთან საუბარი და არასდროს მყოფნის დრო, რა თქმა უნდა. ყოველთვის ძალიან სასარგებლო რჩევებს იღებს მაყურებელი ჩვენი საუბრობით და კიდევ ერთხელ მოკლედ დიდი მადლობა ამისთვის. გარწმუნებული რომ დღევანდელი გადაცემაც არ არის გამონაკლისი. წარმატებულ პოზიტიურ მშვიდობიან დღეს გისურვებთ და მშვიდობიან ადაპტაციას თქვენი ბავშვებისა ბაღსა თუ სკოლაში. დროებით.